მოვედით. დედა როგორი ხდით, ყველა როგორი ხდით. გადმოაბრუნე ის ხელები ახლა. ქალბატონო. გადმოაბრუნე მაგ ხელები. ხო, შენ, აი აქ უნდა ჩააყო და ასე უნდა გადმოაბრუნო. Mas olha só, Nico. Olha, Nico. შენ მაგარი ბიჭი ხარ. შენ სუპერ ბიჭი ხარ, ბიჭო. მოკლედ, მოგესალმებით, ძვირფასებო. როგორ ახართ? როგორ გიკითხოთ? Ui. Აგოგო. ესენი კაია ეს პატარები როა ის პირში ვერ ჩაიდებენ იმ ხელები. მეორე ნაირი ძალიან მსხვილები როა. გეგა გინდა ჩუპაჩუპი? არა. 4 წელია. სადღაც კაიმაციაში შევინახავ მე. ეს კარტოფილია. ეს ვიყიდე. ეს ყავა ისევ. ეს თმის საღებავი ვიყიდე. ზოგჯერ ამეთაც ვიღებავდი. ესეთი ვაფლი ვიყიდე. ჩაუწიე. ერთი რუბიკი ვიყიდე, მაგრამ ეს ჩასადებად ვიყიდე მაცივარში. იმე რომ მოვიდეს მეთქი. რო იყოს ერთი ეს ვიყიდე, მაკარონი, სპაგეტის თვით. ერთიც ეს. ერთი ეს თითო უნდათ, მაგრამ მარტო ეს ერთი ვიყიდე. ან დიდი უნდა თან თითო. ორი პური ვიყიდე, ამ პურზე წავედი, ადამითხრა რომ დედიკო ძველიაო ჩვენი პურიო. ხო და მაგიტო წავედი. აგერეს ერთი ჩუპაჩუპი და ყველაფერი არის 35 ლარის. ერთი ჩუპაჩუპი დაიმატეო და 35 ლარი იქნებაო და ხაბატონო. და შეინახე ხა მაგ ჩუპაჩუპსები. ყველა ერთბაშად არაფერში არ გჭირდება. მოკლედ. გავაკეთე ესენი წუხელ. 1 2 3 მაგრამ გავწმინდე, იქ ისინი გავრეცხე და მაგიტო მიდევს გასაშრობად ის დათუნიები. ესეც გავრეცხე და დილით დავკიდე სიმართლე რომ გითხრათ, სველი არ დამიკიდია, აქ დავტოვე გასაშრობად. გაზი ერთზე მაგ დატოვებული ხოლმე და კარგი. ამიტომ შრავი იყო. ხესდით, მოკლედ გასარეცხი მაქვს მარტო ერთი ტაფა და 3 ჭიქა. ჩაის ჭიქები. ეხლა ეს პური ჩავდოთ პარკში, რომ არ გაგვიფუჭდეს. ერთს დავტოვებ, რომ დაუჭრა ამათ ჩაი და ის მინდაო კარაქიანი პური გეგა. მაგიტო წავედი. სიმართლე რომ გითხრათ. ადგნენ თუ არა, რა დედა, მაცივარში. ადგნენ თუ არა, წავედი. იცით ესენი გვიანდებიან და ისიც ის თითქოს სპაგეტის გავაკეთებ.
დღეს წუხელ ქალბადანი ტირო დაეძებდა სპაგეტის. აქედან ეხაცელი პურები უნდა გამოვარჩიო. ასე მოინიშნა აი ეს ახალს. ორი იმიტომ ვიყიდე რომ 1.5 ძველი ქონდა აქ და ბავშვებს ორი ეყოფათ და ის მოგიდოს თუ არა და მუხა მერე მოიტანს. დაობებული არ არის, მაგრამ ესეთი მაგარი რო არის, მაგიტო არ ჭამა. აი აქ ცალკე რა. ერთს კანი უყვარს, მეორეს გული უყვარს. მაგიტო არ ურჩება მე ასეთი გადიწყლილი თუ რა ვიცი და უწოდო ამას ურებს. აი სხვისთვის მისაცემი ეგ. ესე იგი მუხამ ლიმონი ვიყიდეო, ანუ ლიმონის ფასი 2 და რაღაცა ეწერა და გოგონა მოვიდაო და მითხრაო რომ ლიმონის ფასი მომატებული არისო და 3 და 20 ვიყიდეო გუშინწი საღამოს ისევ მივიდა და 8 ლარი მითხრესო უკვე და გამოვბრუნდიო აქეთ. წარმოიდგინეთ ხალხო. არ ვიცი რა ჭირს ამ ხალხს. რითმე ძღებიან. ხალხია ერთ დღეში ამდენით მომატება? არ ვიცი. შევიღება მე შუა დღისთვის და იცი როცა მოვახერხებ მაგ დროისთვის ადამ დალია ჩაი და უნდა მარტო გეგას უნდა ჩაი ადამ ადგა თუ არა ეგრევე დალია ლოდინი არ უყვარს მაგას თუ რამე უნდა იმაზე დავამაგრო და იცი
ჭიქას აქეთ დავდგი აქ ის ჭიქები რო წავიდა არ მეტევა მელადალია ცივია ხო ადასხვალზე რო დამიწერეს მეც მაგას არ ვცდილობ მაგიტო წავედით მაგრამ არ ჩაიხედა ეხლა განცა ექიმთან ვალაპარაკე მუხას და განცა ექიმა თქვა რომ მოიყვანეთო როდესაც თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შევაჩვიოთო აქ ჩახედვას და მე მაინც ისევ იქეთ გირჩევდითო ასე რომ ჩახედვას აქ ვაჩვიოთო არაფრის გადახდა და რამე არ მოგიწევთო უბრალოდ მოიყვანთ ბავშვს და ჩავახედებთ მაგ დანადგარში რა ქვია მე არ ვიცი იცით ხო და მე ისე მოგიწევს იქეთ წავ ეხა ტელეფონი ამას არ აქვს არც თავისუფლებას ვაძლევ და არც არაფერი და რავი ნახოთ რო ვეუბნები რომ გააკეთებს მას ეთვალებს რომ ვეუბნებ დედიკო თვალები გაასწორე მეთქი წამებში ასწორებს თვალებს ანუ თვითონ კონტროლი შეუძლია და ვერ ვიგებ აბა რატომ აქვს ეგ მოსმენები დამეწყო და ნალექიანი მინდა ნალექო ეს ყავა მიყვარს მე თან შემაყვარა ეს ყავა კი იაფიანია მაგრამ რომ მეჩვია ამის გემოს რაღაცა რო ვიყიდე ქაღალდის სენატორი რაღაც რო ეწერა უფრო მიმძიმა მე ძიმა არა წარერა რაღაც წარ ამას გავიკეთებ რომ გამიცივდეს მაგით იცი წყალს ხო ვაკეთებ მე დაიცა ცილწყალს ჩაამატებ აზე ვიწვალო როდესაც წავიღე ხა ის ყავა დედა ჩემსავითულინეს აქვს სკლეროზი მგონია რაღაც იყო ბაღისთვის ამოსაქსეროქსებელი მანამდეც იყო რაღაცა კაი ამოაქსეროქსებელი მუხას გავაკეთებინე ეხლა კიდე ბავშვების შეფასებებიო თუ რაღაცა სკოლისთვისო ხო და მაქვს აქ როდის წავალ ერთი რომ მივუტანო დღეს რომ მოვახერხე გასვლა მივუტანდი ასე იყოს ცილწყალს ჩავამატებ ეხლა ამას დავუჭრი და მარტო ყარაქიანი პოვინდა იმიტომ ჩაი უკვე დალია გუშინ დამირეკა ჩემ მარძალმა და მეუბნება წალენჯი ხაშიო
ვიღაც გოგომ ვიცნო შენი ვიდეოდან და ისე თბილად და ისე გემრიელად მიგვიღო, ესე იგი გაგიჟებული იყო ლიკა და დედაჩემიც კი ეკა ერქვა მითხრა. ხო და ვის იცნობო, დედაჩემი ვერ ვიყიდა. მე რა ვიცი მეთქი და ვინ იმდენი ეკა კომენტარებს ხოლმე და შეიძლება კომენტარიდან არც იყოს და ისე რომ იყურებ ეს ეგეთიც რო იყოს, ხო? მეც მოგიკითხავ აქედან დიდი სიყვარულით. და ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც მithმობთ რამოდენიმე წამს მაინც კი. ძალიან დიდი მადლობა. ხო და მოკლედ დახარებული იყო ლიკა. ერთხელ საკაც მიცნესო კიდე დაკრძალვაზე. ხო დედა. და გიკეთებდე? მორჩა მეტი არ არის. ბევრი არ შეიძლება, ხო იცი? მამიკო გუში ნაყინი ხო მოგიტანა? ირო დაწუხ. ადა. ხო და? ჩავწერე ვიდეო. ადას მამამის გაუგზავნე პიროდან ნაყინი მინდა ვიძახო და ეგეთი და მოუტანეს ნაყინი. მაგრამ რა თქმა უნდა უცებ არ ვაჩვენებთ ხოლმე რომ ცოტა ხანი გავღვეს და ისე რომ მიირთვა რომ ყელი არ ატკინოს არავინ, მაინც რომ ეშინია მაგიტო თორე როდიდან მიირთვეს ხალხი ნაყინს. სუსტად გამომითვლია. 2-ან 3-ს ეყოფა მეთქის. ძველი გახსნა. ყური მტკიოდა ერთი სადღაც 4-5 დღით წინ. და როგორ მქონდა იცი, თითქოს და ძალიან მიხურდა შიგნითო. ChatGPT-ს მივწერე რომ ანუ რამ შეიძლება რომ მაგალითად ეს გამოიწვიოს. და დამიწერე რომ ანთების ნიშნები მაქვს. არ ვიცი დავიჯერო თუ არა, მაგრამ ესე არ ვარ რომ ყველაფერს სწორს ამბობს და სჯერად მაგისით ხო არა ვარ ეგრეთ. იმიტომ რომ მე თითქმის ბევრ რამეში არ ვიყენებ რა, სიმართლე რომ გითხრათ, 1000-ში ერთხელ რომ მივწერო რაღაც. ამას თუ დაიბეტებენ მე რომ დავემატებ. გეგა მოდი ჩაი მზადარი. ადა მოდი და კალაქიანი პური. მიდი. შენ პატარა ჭიქას გინდა.
მოდი ბიჭო. რატო დააპაუზე ბუყულოს იმ ბავშვმა, კაცო? Stamachika. შენი აბა ადამიანია. აბა შენიცი ახლა კარგად შეჭამი ძალა გჭირდება. მე დავდევ. სკოლაში რა გინდა ჯერ? სულ სკოლა აკაკიადებული. ნახოთ აბა მისგან რა გამოვადა. გოდე რა ვიცი სწავლის მხრივ რომ მოგატყუო თქვენ კი არ მოგატყუებ ჩემ თავს მოვატყუებ ასე რომ არ იქადა როცა ადამიანმა იცის ბავშვის შესახებ რომ არ არის ისეთი ძლიერი მაგრამ მშობლები მაინც აქებენ დადიდებენ ეგ არ შემიძლია და რა გავაკეთო არ შემიძლია მე არ ვარ ეგ გამოვალ მაშინ სხვა ვიღაც ჭაღიც გავწმინდეთ აქ არ დამიტოვებია აი ესენიც კი და რა დრო იყო ეს იმიტომ ვაკეთებ რომ აი ამათ წამოდგომის დრო მაქვს სადღაც 3:30 საათი მე დილამდე საერთოდ არა მოკლედ სანამ თვითონ არ გაიღვიძებენ მანამდე არაფერი არ მოუნდებათ გამორიცხულია და აი მაგიტომაც არის რომ არ ვიძინებ ხო და დავდექი და წუხელ სამზარეულოს მივხედე რამდენი ხანი შემოდიოდა გეკა ეს გამოახედა ეს ფერჯერა გავწმინდე შიგდით გარეთ და ის ვერ იმიტომ რომ ეს ხომ მქონდა ჩართული და იმდენად ცხელი იყო იქ შემეშინდა ფეხიც ვერ დავადგი იმ რაფაზე და მოკლედ თავარია შიგნიდან სუფთა კედლებიც კი გავწმინდე და ის ფარდისის რა ხის რა ქვია მაგას ისინიც კი ესეც ეს დამტრეული ხო მოკლედ მეუბნებით რომ ვიღაცამ დამიწერა კიდე ეს მანამდე მე იაკომაც მომწერა პირადში იმიტომ რომ ესეთი არის ეს კედელი რომ რამე მიგვეკრო მაგრამ იქ რომ გაზი მაქვს და თბილა მოაძრობს რომ ითხრა მუხამ სკოჩს უცებ ასე რომ კი გითხრა ჩვენ იმ კაცმა ამას თუ გააკეთებთო ჩამოგაჭრითო ანუ დაგიქვითავთ ხოლმე მაგრამ ვერ გავაკეთებ იმიტომ რომ ეს რო დავშალოთ ჩვენ რომ მოვედით ესე იყო ჩვენ არ დავგვინგრებ და მაშინ გითხრა იმ კაცმა თუ მაგალითად შეძლებთ და გააკეთებთ დაგიქვითავთ ბინის ქირაშიო მაგრამ არც აი საშუალება რა ვიცი ხა მამაჩემს რომ მოვიყვანდი ამას შეიძლება ბევრი არაფერი არ დასჭირდეს მაგრამ ნახეთ რა შეასაკ ეს იმ სისხლო კედელია მთლიანად უნდა მოანგრიო და აქ მარტო კარმა რო დავაყენოთ ისეთი მტვერი იყო და ყველგან მე ბავშვები რო დადიოდნენ ისე იქნება და აქ ვერ დადგები მე ის ერთი დღე თუ ერთ დღეში მორჩება ამიტომ არის რომ არ გავაკეთე გაზმეტი სხვაგან ვერ დავდგამ ადგილი არ მაქვს იქეთ ედგათ მე მგონი და კედელი გაჩვენეთ კიდევაც რომ გაფუჭებული ქონდათ და მე არ გამიხეხია იმიტომ რომ იმას სითხე ის მოკლედ არ გავხეხე არ ვიცი რატო არ გავხეხე დამეზარა ან რაღაცის გამო არ გავხეხე ალბათ მარტო ჟელეთი და იმით კი მაგრამ ეს სითხე მაინც ეხა გამომიჩნდა და ის კარად არ მომიდოს ტანსაცმელს ეს სითხე მაშინ რომ მქონოდა ძალიან ადვილად გაიხეხებოდა მაგი მაგრამ არ მქონდა გუბკა და ჟელეთი კიდე არ გაიხეხა თორე არ გამიწმინდია მეთქი ტყუი გავწმინდი მაგრამ ესე რომ სახეხით გამეხეხა ეს არა ესეც რომ მოედით კი გიდი დევსიქ ბოდიში მომთქნარებს დევსიქ ისედაც ვიდეოები რომ ესენი ეს მთლიანი იქეთ იყო აქაც იყო კედელი გაფუჭებული გაზის დანადგამი რაღაცაზე იდო გაზი არ მახსოვს რაზე იდო რაღაც კომფორები საცოდაობა იყო ისიც ხო და მაგიტომაც არის იქ არ გაძლებსო და რა ვიცი ხალხო თან ეხა იქ მივაწებო რაღაცა
ლამაზად რა უნდა მივაწებო, ისიც არ ვიცი. მაშინ მთლიანად აი აქედან უნდა დაიწყო კარის შესასვლელიდან იქამდე. ცვენით არ ცვივა იქედან არაფერი, მაგრამ ვერ დავამაგრებთ ვერაფრის კოჩი. ღმერთო რა მჭირს. გოდი რო გავუშვი სკოლაში. ბუდელნიკი რო დარეკავს, დაპროგრამებული ვარ. თქვია აი რობოტი ვითვალ. უცებ თიშა. მერე წამოხდები გიშივით. ალბათ 2 ან 3 წუთში. რო სადღაც მირტყამს რო დაარტყა იმან ბუდელნიკმა იმღერა. ამიტომ დავაყენე ყოველ 3 წუთში რომ დამირეკოს ისე. ჯედა როგორ ვიყავი შეჩეული 7:30-ზე ადგომას. ჩემით მეღვიძებო და ჩემით ვდგებოდი. ენერგიაც მქონდა. მთელი დღის მანძილზე მე არ ვისვენებდი, სულ რაღაცას ვაკეთებდი. მზე იყო, ძიმა იყო, თოვლი იყო, არა აქვს მნიშვნელობა. თუბერდი. ეხა არა ვარ მას. მაშინ ვიყავი 17 წელს. ბავშვი. მობეჭდეს ორიო, მაგრამ მოხას 3 ამობეჭდია და თუ იმეს გამოადგება იქეთი როგორ არა ყველა საათ ამოსაბეჭდე ყველა მშობელს როგორც მე მითხრეს ის აი ესეთი ახლა მე რომ ვუყურებ ამ ტელეფონს რო ვიღებ ჩემთან ეს არ ჩანს, მაგრამ ვიცი რომ თქვენთან ჩანს სწორად, ჩემთან შებრუნებულად ჩანს, მაგრამ ვიდეოს მე რომ ვუყურებ, ჩვეულებრივად კი ჩანთ, ამას ვხედავ. ამიტომ ჩემ ტელეფონს არ აქვს საკისებური ეფექტი, გარდა ლაივისა, კიდე ლაივს რო დავაკვირდი ქონია. მოხას ტელეფონი რომ მაქვს აქ სახში ძველი, იმას საკისებური ეფექტი ქონია, გინდგა დაიღე რა ვიცი მე, როგორ დავაყენე ეს ჩემი ტელეფონი ამ ეფექტზე რო არ ქონდეს საკისებური, არ ვიცი, იმიტომ რომ თავიდან საკისებური იყო ეს. ხო და აი ასე, ამდენია. ორი უნდა მიმეტანა მე. ეს მომცეს. ეს ფანქრითაა რაღაცები შევსებული. მე არაფერი არ წამიშლია, მეც ისევე ამოვაქცევებს. მაგას ვერ დაუჯდებოდი ეხლა სამფუცელს რო წამიშა. ყველა ისე ამოვიდა. საბუთები გავამზადე კიდე ბავშვების უფროსწორი მუხამ გაამზადა. ქალაქში რო უნდა ვატარო მაგისთვის. ხო და ეხა ღმერთმა მომცეს მე ძალანების ყოფა რომ ვიარო ქალაქში. და არ დავიზარო. მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათი დღე გვაქვს,
გადატვირთული. რომელი დღე არ გვაქვს. ესე იგი, ორშაბათს 2 საათზე რო იწყება ცეკვა, სადღაც 4-ის ნახევრამდე ვიქნებით, მერე უნდა წავიყვანო. ორივე რა სამივე. გეგა! რატო წამასწრები ეხა ჭამე ბოლომდე? დროზე ეხა, უყურე ამას და მერე ვაფუჭო ესენი, მაცივარში რა უდებ ჩვეულებრივ. ნახე ჩაიც არ დაგილებია ბოლომდე, არ გამაგიჟო ეხა. დროზე არ გავგიჟდე. ჩქარა. დამხურა ვაწითოლეთ სიუაყე. ადა შენ არ გინდო და ადედა. კარაქიანი ყური. ხო მითხარი მინდაო. როგორც ხაპარასკევი გაქვს ხალხო. გეგა მიდი დროზე. ჩემ ყვავილსაც ყუთების სჭირდება დიდი და აღარ ვიცი რა ვუყო. ეს დედამთილის ენაო რო ქვია თურმე ყვავილს, რო დავაშორე ერთმანეთს, ანუ რომ გადავრგე, ძალიან კარგად ვერ გავახარე, მაგრამ ეხა ნათია მითხრა მიწას მოგცემო, მე ტომრით გავავსებო, კაი ამინდები რო გამოვაო და მერე მუხანამე წამოვიღებთ მანქანით. თუ ჩამადები ეს მანქანაში, მაგრამ რამეს დავაფენთ და კარგ მიწას და იმაში გადავრგავ, რომელიც უნდა გადავრგო, თითქმის რამოდენიმე აი დიდები რომ არის, ისინი უნდა გადავრგო. დიდი ყუთები მჭირდება, 1-4 მაინც. ხო და რომელმაც კარგად ვერ გაიხარა იმ ენამ, დედამთილისა თუ რასაც ეძახიან, რატო ეძახიან არ ვიცი, მე უბრალოდ ეს ქვიაო და მაგიტო ვიძახი. რამოდენიმე რომელმაც ვერ გაიხარა, ამოვთხრი, მანდ მის ადგილას სხვას ჩავიკავ. ძალიან მიყვარს სულ რო არიან მარადმწვანეებს რო ეძახიან, სულ ისინი მაქვს მე. ეხლა კიდე ასეც მომცემს და იცა გაჩვენა. აი ამაზე ვიძახი, მხოლოდ ამ ერთმა გაიხარა ოდნავ უკეთესად. ამას უყურეთ, მიწა აკლია არ მაქვს და ფიქრობ რომ რაღაც აკლია. აი ესენი, აი ამასაა რომ სჭირდება დიდი ყუთი, იმიტომ რომ ნახეთ რამ სიმაღლეა. ახლა უყურეთ, აი ამას მაძლევს სხვა ფერს კიდე აქ წითელი რო აქ ეგეც. ნათია, ეს მომწონს ძალიან, ეს სულ არის. ცოტა მტრიანებია, ცოტა ოდნავ მაინც აქვს რაღაცა. უნდა გავწმინდო, ესეც მომწონს, სულ იყო ეგ და ამას რა ჩვევა აქ წყალი რომ მიაკლდება, ეგრევე ასე იღუნება და ხვდები რომ წყალი სჭირდება. აი ეს რა ვიცი, კარგად ვერ გავახარე, მაგრამ აი ამათ უყურე. აქ უბრალოდ ჩავაგდე, აი ამის, აი ეს და ფესვი გაიდგა. ეხლა ვფიქრობ ცოტა მეტი წყალი ხო არ დავასხი თქო. აი დაიცა, აი ნახეთ, დაფესვიანებულია უკვე. ხო და ესე. წავედი ახლა მე. საწოლი ოთახი დალაგებული მაქვს, მაგრამ იატაკებს მინდა კიდე რომ მოვუსვა ერთი. ხო და მე შუადღის საჭმელს მივხედა, შუადღის კერაც უნდა დავიწყო, მზადება. გუშინ მოვიტანე 10 ცალი კვერცხი და ერთი აღარ მაქვს. იმიტომ რომ ამათ მუხას მაგალითად მწვანილებით ხახვით სუნელით უყვარს. ამას და გოდეს ადასაცის უყვარდა, მაგრამ წუხელ არ მოინდობა. მე ისე კვერცხი მინდაო და რომ მოვიტოვე ისინი ადას შევუწვი. ასე რომ დღეს არ ვიცი, ან სპაგეთს გავაკეთებ. ხო და ან და რამეს მოვიფიქრე კიდე რა ვიცი რა ვქნა.
ჭამე. წავედი ალბათ ძვირფასები ბედნიერ და შვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას. დროებით.